ევროკავშირის საქართველოს მკაცრად ესაუბრება, მაგრამ რბილად იქცევა. ამ სახელწოდებით სტატიას აქვეყნებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი. წერილში საუბარი ძირითადად საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე და იმ დედლაინზეა, რომელზეც ბრიუსელი მიუთითებს, ანუ აგვისტოს ბოლოზე. იოზვიაკი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სანქციები აქტივების გაყინვა და ორი მოსამართლისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა არ განიხილებოდა, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა მოსამზადებელ შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ ასეთ ზომებს მხარს არ დაუჭერდნენ. დისკუსიის შესახებ ინფორმირებულმა ევროპელმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე ხანმოკლედ ისაუბრეს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსია საჭირო, რომელიც არ არის, შეთანხმდნენ, რომ სანქციებზე მუშაობა უფრო დაბალ დონეებზე გაგრძელდება. ეს ცხადი ნიშანია, რომ ამ ტიპის შეზღუდვები მალე არ იქნება მიღებული, ვკითხულობთ სტატიაში. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, იოზვიაკი წერს, რომ იტალიის ხელმძღვანელობით დაახლოებით 8 წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს და შესაბამისად არაპროპორციული იქნება. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი აგვისტოში არ მუშაობს, ისევე როგორც ევროკავშირი. საგარეო საქმეთა მინისტრები დანიაში არაფორმალურ შეხვედრაზე 29-30 აგვისტოს შეიკრიბებიან. შემდეგ კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკვე სექტემბერში. მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ, მხოლოდ 20 ოქტომბერს გაიმართება. როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრებისთვის უფრო მოსახერხებელია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის ანგარიშს ან ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს დაელოდოს, რომელიც წლის ბოლოს იქნება გამოქვეყნებული, წერს სტატიაში იოზვიაკი.